დღეს პარასკევია და ტრადიციულად გადაცემა აქტუალური თემა მიმდინარე კვირის მნიშვნელოვან საკითხზე გააკეთებს აქცენტს. მე ლევან ინასარიძე ვარ და მოგესალმებით. ორშაბათიდან თბილისში ზაფხულის რიგით მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი მიმდინარეობს. ქართველი სპორტსმენები მედლებისთვის იბრძვიან, საუკეთესო შედეგით ძიუდოისტთა ნაკრები გამოირჩა. ოლიმპიური ფესტივალის მიმდინარეობას მთელი კვირის განმავლობაში ჩვენი კორესპონდენტი ხატია ცარციძე აკვირდებოდა, რომელიც ახლა დეტალურად მოგვიყვება ფესტივალისა და ქართველების ასპარეზობის შესახებ. გამარჯობა ხატია. გამარჯობა ლევან, მივესალმებით ჩვენს მაყურებლებს. ოლიმპიური ფესტივალი მართლაც უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მასპინძლობს. საქართველოს პირველი ქვეყანაა ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის, სადაც ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ტარდება. ჩვენმა ქვეყანამ მასპინძლობის უფლება 2010 წლის 27 ნოემბერს მოიპოვა. ამ დროის შემდეგ თბილისში მოეწყო სპორტული ინფრასტრუქტურა, ასევე აშენდა ოლიმპიური სოფელი, თუმცა მთელი მსოფლიოს ყურადღება მომართული იყო ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. აღსანიშნავია ჩვენი სპორტსმენების გამოსვლები, განსაკუთრებით ძიუდოში შედეგები გვაქვს საკმაოდ მისაღები, როგორც მოსალოდნელი იყო. ოქროს და ბრინჯაოს მედლები ამ სახეობებში მოვიპოვეთ და ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ ძიუდოისტთა წარმატება, როგორც ვაჟების, ასევე გოგონების, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საქართველოს წარმოჩენაში. ძალიან მაგარი შეგრძნება ჩემპიონობა და ძალიან გამიხარდა. ძალიან ბევრი შრომა ჩავდეთ ამის და ჩვენ მწვრთნელებმა ძალიან ბევრი შრომა ჩადეს ამაში და მადლობას ვუხდი ყველას. პირველი შეხვედრა მე შევხვდი ინგლისელს, რომელსაც 9 წამით სუფთა გამარჯვებით დავამარცხე. შემდეგი შეხვედრა უკვე რაც უფრო მივდიოდი ფინალისკენ, მით უფრო რა თქმა უნდა რთულდებოდა. შემდეგ მეორე შეხვედრაში დაუშვე ცდომა და ვაზარს ვაგებდი, მაგრამ მე ეს შეხვედრა მაყურებლის თანადგომით ამ უქაჩი და ეს შეხვედრაც მოვიგე. შემდეგ უკვე ხვდებოდი რუსეთის წარმომადგენელს, რომელიც საკმაოდ ძლიერი მეტოქე იყო და მასაც ორი გაფრთხილებით ვაჯობე. ხოლო ფინალში ხვდებოდი ჰოლანდიელს, რომელსაც სუფთა გამარჯვებით მოვუგე, ძალიან გახარებული ვარ, მიხარია რომ ჩემი ქვეყანა ვასახელე ჩემი ოკუთხეში და გავხდი ოლიმპიური ჩემპიონი. მე ახლა ვემზადები მსოფლიოსთვის და იმედი მაქვს რომ მსოფლიოზე ძალიან კარგ შედეგს დავდებ და ვასახელებ ისევ ჩემ ქვეყანას. Სანიშნავად იასპარეზეს ჩვენმა ქართულმა გოგონებმა. მნიშვნელოვანია ის რომ დღეს ოქროს მედალი გვერგო, წარმატებები მინდა უსურო თითოეულ მონაწილეს და თითოეული ასე ვთქვათ ჩვენს გულშემატკივარს, რომლებიც მთელი დღე აქ იყვნენ, გულშემატკივრობდნენ იმისათვის რომ სწორედ ესეთი ღირსეული შედეგი მიგვეღო. მინდა იმ ადამიანებს, იმ ჩვენ სპორტსმენებს, ახალგაზრდებს წარმატებები უსურო, რომლებიც ხვალდაზე გიასპარეზებენ ასევე და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ არაერთ ძალიან მნიშვნელოვან ადგილს დავიკავებთ ამ შეჯიბრში. გოგოებმა მართლაც გვასახელეს, ორმაგადად სიხარულია რამე თუ როგორც უკვე გამოაცხადე საქართველოში ქალთა ძიუდო ესაა ფეხს იკიდებს და ეს იქნება ძალიან დიდი სტიმული, რამე თუ მასობრივობაც გაიზრდება, მეულოცავ ზიას ამ დიდ წარმატებას მის მსმენელებს და ყველა ადამიანს უჩვენებულ შემოქმედებს. ხატია, ოლიმპიადა გვთავაზობს ძალიან ლამაზ სანახაობას ვიზუალურად, მაგრამ მე როგორც ვიცი, რაღაც გარკვეული ხარვეზებიც იყო. დიახ ლევან, ფესტივალის დასაწყისში ტექნიკური ხარვეზები იყო, სპორტის სასახლეში ტაბლო გაითიშა, ძიუდოს დაწყებამდე კი ძიუდოს აკადემიაში ელექტროენერგია ჩაქრა, თუმცა პრობლემების აღმოფხვრა მალე მოხერხდა. ამას საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შეფერხებები არ შეუქმნია. ჩვენ ამ საკითხზე ვესაუბრეთ ქალაქ თბილისის მერის მოადგილეს ბატონ ირაკლი ლექვინაძეს, რომელმაც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან არ არის შენიშვნები და ელოდებიან დადების შედეგს. ოლიმპიადის დაწყებამდე ჩვენ მქონდა აქტიური კომუნიკაცია საერთაშორისო მონიტორებთან, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით და საკმაოდ სიხშირით ჩამოდიოდნენ და აკეთებდნენ ინსპექტირებას იმ ინფრასტრუქტურის, რომელიც ხორციელდებოდა და ასევე ორგანიზაციული თვალსაზრისით რა და როგორ იყო მზადების პროცესში ოლიმპიადისთვის. მათი შეფასებები არის საკმაოდ პოზიტიური და გახსნის ცერემონიალზე საკმაოდ კარგი შეფასებები გაკეთდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელის მხრიდან და ვფიქრობ ეს ქვეყნის იმიჯისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ სპორტული, არამედ ქვეყნის განვითარების თვალსაზრისითაც, რამდენადაც მე ვხვდები. დიახ ლევან, როგორც უკვე აღნიშნე, ფესტივალის ფარგლებში მოეწყო სპორტული ინფრასტრუქტურა, აშენდა ოლიმპიური სოფელი, სადაც 7 კორპუსი ოლიმპიადის დასრულების შემდეგ დევნილებს გადაეცემა. გარდა ამისა, ახალგაზრდული ოლიმპიადა საქართველოს შესაძლებლობას აძლევს კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს მსოფლიოს მასშტაბით ტურისტული პოტენციალი. მე ვფიქრობ, ერთ-ერთი მასშტაბური ღონისძიებაა საქართველოში
საქართველოში, რაც ბოლო ათწლეულებში გაკეთებულა. ქვეყნისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც სპორტული თვალსაზრისით, რადგანაც საქართველოში ტარდება საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიება ევროპის მასშტაბით და ასევე სპორტის გარდა აქ არის ქვეყნის რეპუტაცია, აქ არის ქვეყნის ტურისტული პოტენციალი და აქ არის ზოგადად ქვეყნის იმიჯი, რადგანაც საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც მთელი ევროპის სპორტული საზოგადოების და არა მარტო მათ თვალში სადაც შესაძლებელია მსგავსი ტიპის და მსგავსი მასშტაბის ღონისძიებების ორგანიზება. ამიტომ მე ვფიქრობ, ოლიმპიადა მიმდინარეობს ძალიან აქტიურად, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ჭირდებოდა ოლიმპიადის მომზადებას, ამისთვის უდიდესი შრომა იქნა გაწეული და პრაქტიკულად ბოლომდე იქნა მიყვანილი და სპორტული თვალსაზრისითაც მე ვფიქრობ, საკმაოდ აქტიურ ფაზაშია ქართველი სპორტსმენებიც, მე ვფიქრობ, ხოჭაღობენ და მთლიანობაში ძალიან კარგ ღონისძიებასთან გვაქვს საქმე. ძალიან დიდი მადლობა ხატია. მადლობა ლევან, მე ჩვენ სპორტსმენებს წარმატებებს ვუსურვებ. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი სპორტული ღონისძიებისთვის საქართველო 2010 წლიდან ემზადებოდა. ოლიმპიადის მსვლელობას კი მსოფლიოს მრავალი ქვეყანა ადევნებს თვალს. 5 წლიანი სამზადისის შედეგებს ჩვენთან საუბარში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი აჯამებს. ბატონო ტარიელ, გამარჯობა, მადლობა ჩვენს გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, გამარჯობა. ბატონო ტარიელ, აი თითქმის დასასრულს მიუახლოვდა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, ოლიმპიური ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015. პირველ რიგში ალბათ რომ შევაფასოთ, როგორ შეაფასებთ ამას, როგორც მნიშვნელოვან მოვლენას ქვეყნისთვის, ზოგადად მნიშვნელოვან ღონისძიებას და მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას ამავე დროს. ორი მხრივ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ერთი არის თვითონ ქვეყნის ცნობადობისთვის, პოპულარიზაციისთვის, ტურიზმის განვითარებისთვის. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და რა თქმა უნდა, სპორტული მოვლენა უდიდესი. ფაქტობრივად საქართველოს რეგიონალური მასშტაბით ერთ-ერთ სპორტულ ცენტრად ყალიბდება. ისტორიულადაც ჩვენ ძალიან დიდი წარმატებებს სარგებლობდით, განსაკუთრებით მათ შორის ოლიმპიური თუ მსოფლიო ჩემპიონატებზე. ძალიან ბევრი სახელოვანი სპორტსმენები გვყავს. თუმცა თუ იმ მნიშვნელობა თუ დღეს შევაფასოთ რა მნიშვნელობის ღონისძიება, მსგავსი ანალოგიური მასშტაბის შეჯიბრებით ჩვენ არ გვიმასპინძლია, არც გამოცდილება გქონდა, მაგრამ ყველას ქვეყნის სასახელო მთავრობის, სპორტული საზოგადოების, ოლიმპიური კომიტეტის, სპორტის და ახალგაზრდული სამინისტროს, რა თქმა უნდა, დამსახურებაა, რომ ყველა სტუმარი ყოფილია და ეს არ არის მხოლოდ ცდილობის გამონათქვამი, შეფასებები და არამედ ეს არის ძალიან კვალიფიციური სპეციალისტების მაღალ დონის განცხადებული საერთაშორისო ტრიბუნიდან და ისინი ესეთ შეფასებას ცდილობის გამო არ აკეთებენ. ოლიმპიური კომიტეტის ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ცალსახად აღნიშნა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარება, არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის და ეს გვახარებს, რა თქმა უნდა. ალბათ ის როგორ მიმდინარეობს ფესტივალი და როგორ დასრულდება, ამას ალბათ აქვს მნიშვნელობა შემდეგში, თქვათ საქართველოს თბილისი იგივე ან საერთოდ საქართველოს იქნება თუ არა მასპინძელი სხვა მსგავსი მასშტაბის ღონისძიებები. რა თქმა უნდა, სწორედ მაგას გულისხმობდი, რომ სპორტულ რეგიონულ ცენტრად ყალიბდება მტკი. ამას რა თქმა უნდა შეუწყობს ხელს ის გამოცდილება, რაც ჩვენ შევიძინეთ როგორც ქვეყანამ და ის ინფრასტრუქტურა, რომელიც შეიქმნა და უკვე არის კონკრეტული ფაქტები, რომ რამოდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ, ფედერაციებმა გამოთქვეს ბრძაობა, რომ საქართველოში მომდევნო წლებში 2011-17 წლებში გამართონ ევროპის თუ მსოფლიო ჩემპიონატები შესაძლებელი თუ ფინალური თამაშები. ეს რა თქმა უნდა ჩვენი სპორტის განვითარებას ხელს შეუწყობს. აი კერძოდ თქვათ სპორტის რომელ სახეობაში განახლდა ან შეიქმნა ახალი ინფრასტრუქტურა, რაც ჩვენ მანამდე არ გქონდა? არნახული მატება ინფრასტრუქტურის ახალი სპორტის სასახლე აშენდა, რომელიც არის სათამაშო სახეობებისთვის, ძირითადად თითოეულ ხებურთის დარბაზად, მაგრამ იქ ისე ასპარეზებენ, როგორც კალათბურთელები, ასევე სათამაშო სახეობები, ასევე ფუტზალისთვის არის მშვენიერი ასპარეზი იქნება მათთვის, ასევე კალათბურთის ორი დარბაზი მოეწყოთ, სასახლე კეკელიძეს და მეორე აკადემია, ტანვარჯიშის დარბაზი, ფრენბურთის დარბაზი, ცურვის ახალი აუზი გაიხსნა, ასე რომ ძლეოსნობის ძალიან დიდი კომპლექსი გაკეთდა, ეს ძალიან დიდი შენა ჩოგბურთის ახალი კორტები გაკეთდა და ასევე ძიუდოს აკადემია, სადაც ჩვენ ვართ ახლა სტუმრად, 6 ძველი ობიექტი გარემონტდა და 6 ახალი ამ მასშტაბის შენობაა
კომუნისტების დროსაც კი 2 წლის მანძილზე კი არა, 5 წლის მანძილზეც კი 10 წლის მანძილზე არ ყოფილა ერთდროულად. ანუ იქაც იყო რა თქმა უნდა დიდი ინფრასტრუქტურა, სხვა შესაძლებლობები იყო, მაგრამ დღეს ქვეყანამ შეძლო ფაქტობრივად შეუძლებელი და მაგრამ პრემიერ-მინისტრის უშუალო მონაწილეობა პოლიტიკურ ხელმძღვანელობის ქვეყნის და სპორტული საზოგადოების ერთიანობის მიუხედავად ისე იყო, რომ არგოლ ნებათაღელვას საბოლოო ჯამში ყველა ვთანხმდებით, რომ ქვეყნის სპორტის განვითარებისთვის ძალიან დიდი საქმე გაკეთდა და თითოეულ მონაწილეს რიგითი თანამშრომლიდან თუ პრემიერ-მინისტრის თავკაცობით ყველას მინდა მადლობა გადაუხადა ყველა სპორტსმენის და სპორტული საზოგადოების სახელით. და ალბათ აი ამ სპორტსმენებისთვის, ქართველი სპორტსმენებისთვის, ვინც ღებულობდა ამ ოლიმპიადაში და ღებულობს ამ ოლიმპიადაში მონაწილეობას, დიდი გამოცდილება არის ალბათ სპორტული თვალსაზრისით, ეს არის დიდი გამოცდილება ალბათ. კი, რა თქმა უნდა, ცალსახა ის რომ განსაკუთრებით გუნდურ თამაშებში და ჩვენ როგორც მასპინძელურად მონაწილეობას, იქ ევროპის საუკეთესო 8 გუნდი მონაწილეობდა და შესაბამისად მოლოდინი იმისა, რომ ჩვენები ფინალურ ეტაპზე გავიდოდნენ, არ ქონდა ობიექტურად ვთქვა, რა თქმა უნდა ჩვენ ვამხნევებდით, მაგრამ ეს იყო მათთვის ფასდაუდებელი გამოცდილება, რომელიც წარადგება მათ შემდგომ პროფესიონალ წინსვლისთვის. რამოდენიმე ნაკრები სპეციალურად ამ ტურნირისთვის შეიქმნა ასაკობრივი ნაკრები და შესაბამისად განსაკუთრებული შედეგი ვერ იქნებოდა, თუმცა დროში დარწმუნებული ვარ, რომ საფუძველი ჩაეყარა არა მარტო ამ ნაკრებს, არამედ შემდგომ ნაკრებებს და ნელა შეძლებენ ისინი დაიმკვიდრონ უკვე უძლიერთაშორის ადგილი. ეს სპორტის სამსახეობის განვითარებას ხელ შეუწყოს, არა არის ტრადიციული სპორტის სახეობა, ძიუდო, სადაც ჩვენ ნამდვილად გვქონდა პრეტენზია იმისა, რომ ყოფილიყავით ერთ-ერთი გამარჯვებულები და უკვე 3 ოქრო გვაქვს და ეს რა თქმა უნდა 4 ბიჯაო და გვახარებს. და მოლოდინი გვაქვს, რომ კიდე შეიძლება ჩვენი კულაბა როიტყვან კიდე ოქროთ. კიდევ რამდენი ოქროს ელოდებით? ორი სახეობა დარჩა. ძირითადად კი, თუმცა ჩვენი ჩოგურთელები საკმაოდ წარმატებულად გამოდიან, მაგრამ რეალურად ოფიციალურად რო ვთქვათ, იმ სახეობაში ჩვენ კარატბურთელებმაც ძალიან ვაშკაცურად იბრძოლეს ევროპის საუკეთესო გუნდებთან. ყველაზე ძალიან კიდე მახარებს ის, რომ არ ნახულ მხარდაჭერა იყო გულშემატკივრების, ეს კიდე ერთხელ წყალწობს, რომ სპორტი, ოლიმპიური იდეალები საქართველოში არის ძალიან პოპულარული. ამას უნდა შენარჩუნო, გაღვივება უნდა და გუშინ ის სპორტის სასახლე გადავსებული იყო, ეს ალბათ ყველა რეკორდი მოიხსნა ოლიმპიური ფესტივალის არსად. ამდენი მაყურებელი არ მოსულა არც ფინალურ თამაშებზე და გუშინ ევროპის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო თურმე კარატბურთის აუცილებელი უყურებდა იმ მხარდაჭერას, რასაც ქართულ გულშემატკივარს გამოხატავდა სპორტის სასახლეში. ანუ გულშემატკივარს და საზოგადოებას აქვს დიდი მოლოდინი, უნდა იყოს ჩართული ამ პროცესებში. თვითონ ეს მიმდინარეობა და თამაშები და ის შედეგები, რაც არის, ამართლებს თუ არა იმ მოლოდინს, რაც თქვა საზოგადოებამ გამოიჩინა ამ ოლიმპიადის მიმართ. ну, ეს ალბათ საზოგადოების განძის საგანია უფრო, მაგრამ ის თუ იმ ინტერესს ჩავთვლით, რა ინტერესიც არის, მაყურებლებსგან საზოგადოებისგან უშინები მობრძანდა პრემიერ-მინისტრი. ამით მე მგონი დღეს ჩემი კოლეგები მინისტრები, პარლამენტარები მობრძანდნენ, პარლამენტარებმა სააკესპეცო პარლამენტის თავმჯდომარემაც და თვალიერა ობიექტები. ეს ყურადღება ცალსახად წყალწობს იმას, რომ ინტერესი არის ყველას მიერ და თანადგომა. ეს ძალიან მახარებს, რომ ეს თანადგომას ჩვენ ვხედავთ ყველა დონეზე და ეს ხელ შეუწყობს, რა თქმა უნდა, რომ საქართველო უფრო სპორტული იყოს, სპორტი შევიდეს ყველა ოჯახში, ჯანსაღი ცხოვრების წესზე გადავიდეთ და რაც შეიძლება მასობრივი იყოს სპორტი, არა მარტო პროფესიონალურ კუთხე განვითარდეს სპორტის სახეობები, არამედ მასობრივი სპორტის განვითარება და ჯანსაღი და მომავალი თაობაზე უნდა სწორედ აქედან იწყება სპორტიდან და ჩვენ ამის იმედი გვაქვს. დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესი და ამის პოპულარიზაცია და ასევე მნიშვნელოვანია, როგორც თქვენ მანამდე აღნიშნეთ, ქვეყნის ცნობადობის გაზრდა მსოფლიო მასშტაბით. ვთქვათ, რა მასშტაბით გავედით ესე საერთაშორისო არენაზე, რა მასშტაბით ხდება გაშუქება ამ მოვლენების, რაც ახლა თბილისში ხდება? საერთაშორისო ტელესურსეში ძალიან კარგად შუქდება ეს ღონისძიება, ნახეთ კიდევაც სპეციალური კლიპი დამზადდა, ევრონიუს დროულებს აკეთებს და მიდის რეპორტაჟები, სხვა სატელევიზიო ცნობილ არხებზეც მიდის, ძალიან ბევრი უცხოელი ჟურნალისტები არიან ევრონიუსის გარდა. ევროსპორტის რამდენიმე ცნობილია და რამოდენიმე უცხოელი ჟურნალისტი ჩემგანაც აიღეს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებმა, შესაბამისად ეს რა თქმა უნდა ქვეყნის პოპულარიზაციას ხერხს.
უცხოელი ჟურნალისტები არიან ჩამოსული, ალბათ თქვა რა რაოდენობის ჟურნალისტები ჩამოვიდნენ ამ ღონისძიების გასაშუალებლად. ეს ალბათ უპრიანია, რომ ოლიმპიური კომიტეტის პრესამსახურს კითხოთ, მათ ეკემათ ზუსტი ინფორმაცია, ფაქტია, რომ პატრონატებას არ განიცდის ასპარეზობა, დროს ძალიან ბევრს მოგზაურობა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არანაკლებ რომ არიან ძალიან ბევრი ფედერაციის წარმომადგენლები, უცხოელი სპეციალისტები და ძალიან ბევრი ცნობილი ოლიმპიური ჩემპიონები, ოლიმპიური სახეები რო იყვნენ, მათი აზრიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ყველა კმაყოფილებას გამოთქვამს და ცალსახად მაგალითად შევხვდი ლიტვის ჩემ კოლეგას, ჩემ კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნიდან და განსაკუთრებით ლიტვამ აღნიშნა კიდევაც თქვენ სხვა დონეზე გაქვთ ხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან და უფრო სპორტული მიმართულებით მიდის თქვენი ქვეყანა და ძალიან გვახარებს და ძალიან ბევრი საინტერესო რეკომენდაციებიც მივიღეთ მათგან. და რეკომენდაციები შეეხებოდა ძირითადად რას? ძირითადად ჩვენ გვაინტერესებს ჩვენ ვისწრაფთ ევროპასთან ინტეგრაცია და იმის გამოცდილება, რაც ის გზა, რაც მათ გაიარეს, რომ ევროპული სტანდარტები იყო ჩვენ სპორტში და ეს ევროპულ სტანდარტებზე გადასვლა მოხდეს მუდმივ და შეიძლება სწრაფი ტემპით და სწორედ მათი გამოცდილებიდან სწორი დასკვნები გავაკეთო და გავიზიარეთ ეს ამ მიმართულებით იყო რა თქმა უნდა კონსულტაციები და მეორე მხრივ გაცვლით პროგრამები როგორც სპორტის ისე ახალგაზრდობის კუთხით. ესე ძალიან საინტერესო პროექტებია. ამ ფესტივალმა ალბათ გაზარდა ტურისტების რაოდენობაც ქვეყანაში. იყვნენ თუ არა ცნობილი სპორტსმენები ჩამოსულები, თქვა ხარდასაჭირად. ძალიან ბევრი იყო, ალბათ ბევრი მათგან ძალიან ბევრი ოლიმპიური ჩემპიონები იყვნენ, თუნდაც დავიწყოთ სერგეი ბუკა, რამოდელიმე სხვადასხვა სპორტის სახეობიდან ჩამოსული, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ჩვენი სასამართლო სომეხი და აზერბაიჯანი ოლიმპიური ჩემპიონებიც იყვნენ ჩამოსულები და მათი ნაკლებობა ნამდვილად არ იგრძნობოდა. ყველა თაობის ოლიმპიელი იყო უცხოეთიდან ჩამოსული. და შემიძლია რომ არ გითხოთ 11 აგვისტოს უნდა გაიმართოს UEFA-ს სუპერთასის მატჩი და რა ვითარება არის, აი არც თუ ისე დიდი დროა იქამდე დარჩენილი და რა ვითარება. მოსამზადებელი კომისია საორგანიზაციო სამთავრობო კომისია იკრიბება რეგულარულად. ამ მიმართულებით თვით ფედერაციაც კი რომელიც არის პასუხისმგებელი ამ ღონისძიებაზე აღიარებს სახელმწიფოს მხრიდან არნახული ხარდაჭერა აქვს, ესეც გაგრძელდება. და ის რა ვალდებულება სახელმწიფოს აქვს პირდაპირ არის ინფრასტრუქტურის კუთხით, სხვა საორგანიზაციო საკითხების კუთხით შესრულებული და ესე დარწმუნებულია რომ ჩვენ ყველა ვალდებულებას შევასრულებთ და თუ არ ჩავთვით იმ ძალიან ცუდ პრეცედენტს ბილეთების რეალიზაციასთან დაკავშირებით მოხდა სხვა მიმართულებით სახელმწიფო ყველა ვალდებულებას ასრულებს იმედია რომ ფედერაციაც გამკლავდება ამ გამოწვევას და ღირსეულად დახვდება სტუმრებს. მოკლედ აი ზაფხული ესეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებებით არა მარტო სპორტული თვალსაზრისით, საერთოდ ქვეყნის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ღონისძიებებით არის დატვირთული. რომ ვთქვათ, აი რაიმე პრობლემები იყო, რაც გამოჩნდა, ვთქვათ, მანამდე ვერ გაითვალისწინეთ და მომავალში ვთქვათ შეიძლება გაითვალისწინოთ რაღაცა გამოცდილება მიიღეთ. ბუნებრივია, როცა ამ მასშტაბის ღონისძიებას პირველად მასპინძლობ ყოველთვის არის ის საკითხები, რომელსაც შემდგომში გაითვალისწინებ. პატარა მცურავ ხარდაზების გარეშე ამოწმეთ ქვეყნების. მაგალითად, რაზეც თქვენ მინისტრი იტყვით, რომ აი ეს არ უნდა. ეს საშინაო დავალებასავით არის, ეს არის ისორო იმისთვის არის საორგანიზაციო კომიტეტი რომ დავძეთ, გავანალიზოთ და უფრო დავხვეწოთ ამ შესახებ დღეს იყო რაღაც პრობლემები, რომლებიც ჩანდა და საზოგადოებანის პირიქით მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი წვრილმანი პრობლემის უფრო დიდად აღზრდება მოხდა. და გაკვირვებულიც ვიყავით ჩვენი სპორტსმენების გამარჯვებაზე ნაკლები აქცენტი კეთდებოდა ვიდრე წვრილმან პრობლემებზე. ალბათ ეს გამოცდილებაც მოვა. მე ჩემ პატრიოტიზმს ყველა ჟურნალისტს უდასტურებ, მაგრამ სამწუხაროდ ორიენტირებულები მაინც ნეგატივზე არიან ვიდრე პოზიტივზე. ალბათ უნდა მივეჩიოთ ყველა ერთად, ყველა აბსოლუტურად. ეს არა მარტო ჟურნალისტებისთვის, ჩვენც ყველა თითოეულ ჩვენთაგან საზოგადოებაში ატომღაც ამ ინტრიგებს ვეძებდა. მე მგონი ჯობია პოზიტივი ვეძებოთ. არა, ესეც ალბათ იმიტომ, რომ რაღაცა ხარვეზი გამოსწორდეს და შემდეგში აღარ მოხდეს ასეთი რამე. მე ვისურვებდი სხვა ფორმით მოხდეს, იმიტომ არის პრობლემები, რომელიც აბუქებაც ხდება და ზედმეტად ანგაჟირება. ახლა ერთი და იგივე თემას სამი დღე რომ საუბრობ, როცა უკვე პრობლემა გამოსწორებულია, მგონი მაინც ცოტა სხვა ელფერი იძლევა ამას. ეს უბრალოდ ჩემი მეგობრული რჩევა, ყველა ჩემ მეგობარ ჟურნალისტების მიმართ. არა მარტო ჟურნალისტებს, მათ შორის თვითონ სპორტის საზოგადოებაშიც არის ხოლმე, რომ
ზოგჯერ ნიშნის მოგებია უფრო გავს ეს ვიდრე გულშემატკივრობას. ყველა გულმტკიცებს ეს გულშემატკივრობით კეთდება, მაგრამ ზოგჯერ ეს ნიშნის მოგებას უფრო გავს და ალბათ ჯობია რომ ფორმა ურთიერთობის ყველამ შევცვალოთ. ეს პირველ რიგში მეც მეხება და ყველა ჩვენთაგან. დიახ, და ბოლოს რომ მკითხოთ, აი დავუშვათ 10 ბალიანი სისტემიდან თქვენ აი ამ ოლიმპიადის მიმდინარეობას როგორ შეაფასებდით და თქვათ მოლოდინი უფრო მეტი იყო თუ თქვათ შედეგი ის რაც როგორც განხორციელდა ეს უფრო მეტი არის? ჩემი აზრით უფრიანი დასრულდება ეს შესაძლებლობები გაკეთდეს უკვე 2 წუთში. როცა ბოლოს სტუმარს გავისტუმრებთ იგივე კმაყოფილებით რაც ახლა არის, მე უფრო ზუსტი და დოული იქნება ანალიზის გაკეთება. რამდენად კარგად ჩატარდა, რამდენად კმაყოფილებით წავიდნენ და მე ვფიქრობ უფრო ზუსტი იქნება შეფასება. როგორც წარმატებაზე საუბარი, ისე პერფორმანსებზე, დანაკლოვანებებზე, რომელიც აუცილებლად თანხმობს ყველა შეჯიბრებას. დიახ, და რაც შეეხება სპორტულ წარმატებებს, პრინციპში ვთქვათ, როგორც ხედავდა სპორტული საზოგადოება, დაახლოებით ვთქვათ, ისეთი წარმატებები აქვს სპორტსმენებს, ანუ ამ შემთხვევაში ეს არის არა მარტო შეჯიბრი, ფსიქოლოგიური მომენტიც არის, ხო? ხო, ну არა, შეიძლება ითქვას, რომ შეჯიბრი ფაქტობრივად იმ გეგმის მიხედვით მიდიოდა, რაც დაგეგმილი იყო და სიურპრიზებს არ სიამოვნებს თუ რომელიმე სპორტსმენი შემოგთავაზებს, რა თქმა უნდა, გაგვახარებს, მაგრამ ისე ყველაფერი შემიძლია როგორც იგეგმება. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს უსურვებთ ჩვენ სპორტსმენებს და მთელ ქვეყანას. ჩვენს მადლობა, თქვენ ტელევიზიას უსურვებთ წარმატებას და იმედია, რომ ქართულ ტელევიზიას ეს შეავსებს საინტერესო გადაცემებით და მე ჩვენი სახით, ჩვენი სამინისტროს სახით ჩათვალოთ, რომ გულშემატკივრება შეიძლება. ძალიან დიდი მადლობა.